2013 წლის 6 ივლისს გორის არტ-კაფეში კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის წევრები შეხვდნენ პოლიტიკური პარტია ახალი მემარჯვენეების ლიდერებს ფიქრია ჩიხრაძესა და მანანა ნაჭყებიას. შეხვედრა გაიმართა პროექტის გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით ფარგლებში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ორგანიზაცია Oxfam-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს. ქალბატონები, რომლებიც გაერთიანებულები არიან ამ კოალიციაში, ღიად საუბრობდნენ სამომავლო გეგმებზე და უშუალო სტრატეგიებზე, რომელიც კოალიციის ფარგლებში აქვთ დაგეგმილი და საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პარტია ახალი მემარჯვენეების სამომავლო გეგმები და უშუალოდ მათი მიზნები რას აპირებენ. კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის 2013 წლის ივლისში შეიქმნა. კოალიციაში შიდა ქართლში ძირითადად საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალები ერთიანდებიან, რომელთაც აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ. ძალიან საინტერესო შეხვედრა არის ნამდვილად, იმიტომ რომ ხდება პოლიტიკური პარტიის პროგრამის გაცნობა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს პროგრამის გაცნობა ასევე მნიშვნელოვანი არის ზოგადად საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს გადაწყვეტილი ამ პოლიტიკური პარტიის ან მხარდამჭერი იყოს, ან კენჭი იყოს თვითმმართველობის არჩევნებში ამ პოლიტიკური პარტიის სახელი და ეგიდით. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ გამოთქვა მზადყოფნა რეგიონების პრობლემების უკეთ გასაცნობად და აღნიშნა, რომ სწორედ საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ქალების დახმარებით და მათი პოლიტიკაში მოსვლით შესაძლებელია ამ პრობლემების უფრო წინა პლანზე წამოწევა. ყველგან და მით უმეტეს სადაც კონფლიქტია, იქ ქალის როლი არის შეუდარებლად მაღალი, შეიძლება ითქვას ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო. მადლობა ღმერთს, რომ უამრავი ქალბატონია, ვისაც აქვს პოტენცია, ენერგია, სურვილი, შესაძლებლობა იმისა, რომ ამ პროცესებში მონაწილეობდეს, პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური ქალბატონები არიან და მათი რესურსის არ გამოყენება, მე ვფიქრობ, არის ძალიან დიდი დანაშაული. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ გამოთქვა მოსაზრებები პოლიტიკაში ქალების როლის გაძლიერებაზე, გაიხსენა თავისი გამოცდილება და მოიწონა ქალბატონების ინიციატივა ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ახალი მემარჯვენეებისთვის ასეთი ტიპის შეხვედრების ინიციატორიც ქალთა საინფორმაციო ცენტრი იყო მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ ქალბატონებში, ამ ადამიანებში ვხედავთ ძალიან სერიოზულ პოტენციალს იმისას, რომ რეგიონებში გააქტიურდნენ ქალები, უფრო აქტიურად იქნენ ჩართული პოლიტიკაში და ჩვენ დღეს ღიად დავაფიქსირეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ისინი გადაწყვეტენ პოლიტიკაში მოსვლას, ჩვენ მზად ვართ მათ შევუწყოთ ყველანაირად ხელი. ახალი მემარჯვენეების ლიდერებმა ისაუბრეს პარტიის მომავალი სტრატეგიის შესახებ, ხოლო კოალიციის წევრებმა თავის მხრივ წარმოადგინეს კოალიციის მომავალი გეგმები. მათი პოლიტიკური გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის სამაგალითო იქნება. მე პირადად მათი გაწონასწორებულობა მომცემს გეს და საფუძველს, რომ ვიყო უფრო თამამი პოლიტიკოსი ქალი. საკმაოდ საინტერესო დისკუსია წარიმართა დღევანდელ შეხვედრაზე, ასე ვთქვათ, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის წევრ ქალებსა და ახალი მემარჯვენეების ლიდერ ქალებს შორის დაისვა რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომელიც აწუხებთ ქალებს, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პარტიის გეგმებზე ისაუბრეს პარტიის ლიდერებმა და ვფიქრობ, რომ ორივე მხარე დაინტერესებული შეიძლება იყოს მომავალი თანამშრომლობით. ეს არის პირველი შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერ ქალებთან. ჩვენი ქალები შეხვდებიან სხვა პარტიის წარმომადგენლებს და შემდგომ უკვე თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელ პარტიასთან თანამშრომლობენ თუ სხვა გზა აირჩიონ იმისათვის, რომ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში შიდა ქართლის რეგიონში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოცდილების გაზიარების მიზნით კოალიციის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ჯგუფის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და ოფიციალურ პირებს მომავალში შეხვდებიან.